ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან და ანა ლაბიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს თბილისის დროით 18 საათია, სტუდიაში მუშაობ თამარ გლონდი და ანა ლაბიაშვილი, უსმენთ გადაცემას რადიოაქტიური ზონა. მოგესალმებით და სანამ სტუმრებთან ერთად განვიხილავდეთ დღის და არა მხოლოდ დღის, არამედ უკვე თითქმის მთელი კვირის მნიშვნელოვან ერთ-ერთ საკითხს, მანამდე გაგაცნობთ სწორედ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს. კრწანის შინდისის მშენებარე-გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6,326,495 ლარად გაიყიდა. აუქციონი 1 საათის წინ დასრულდა და მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მასში მონაწილეობა. აუქციონი, რომელიც სულ რაღაც 1 საათის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა და მისი პირობების თანახმად კი გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6,233,000 ლარში ადგენდა. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში ან 48 თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულის სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განახორციელოს ასევე გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემების მოწყობა. ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერს აღნიშნული აუქციონის შეჩერებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს. ნაციონალური მოძრაობის წევრები აუქციონის დასრულებას თბილისის მერიასთან ელოდებოდნენ. და რატომ არის ეს აუქციონი ყურადღების ცენტრში და რატომ დაიმსახურა მან ნაციონალური მოძრაობის და არა მხოლოდ მათი ყურადღება? ეს ტერიტორია არის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია და ესაზღვრება ზუსტად იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც გასულ კვირას 4 ჰექტარის მოცულობით გადაეცა ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული ტერიტორიის სანაცვლოდ. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ეს უკავშირდება პანორამა თბილისის განვითარების პროექტს და რაც შეეხება უკვე კონკრეტულად ამ ტერიტორიას, ეს არის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ ის არ უნდა გასხვისებულიყო და ამასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო საჯარო დებატები. თბილისის მერიაში კრწანის შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის მფლობელის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა ცნობილი არის, რომ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა აუქციონში და სწორედ მან შეიძინა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. საჯარო გახდება მოგვიანებით ეს ინფორმაცია, თუ ვინ გახდა მფლობელი მიწის ნაკვეთის, თუმცა იქამდე გარკვეული პროცედურები არის გასავლელი, რომელიც განმარტეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. 15 დღის ვადაში მერიასა და შემძენ კომპანიას შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა და მხოლოდ ამის შემდეგ კომპანია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება და სწორედ ამის მერე გახდება მის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. თუმცა მანამდე თბილისის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაკავებული თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, როგორც უკვე ყოფილმა თანამშრომელმა თბილისის მერიისა ნინო კაცარავამ განაცხადა, ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა და მან თავად აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არა დასაქმება, არამედ სახელმწიფო ინტერესები. ამასთან კაცარავას თქმით, თბილისის მერიაში ყველა ორიენტირებულია ბიძინა ივანიშვილის სურვილების ასრულებაზე, ხოლო მისთვის მსგავს უწყებაში მუშაობა მიუღებელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ირიბი მიიჩნევა თავად მერიის თანამშრომლების მხრიდან, რადგან მერიაში დასაქმებულების სხვები არ ადასტურებენ რაიმე სახის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდა ამ მიწის ნაკვეთის მფლობელი. და კაცრავა აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ორიენტირებული იყოს სახელმწიფო ინტერესებზე მერიის მუშაობა და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მან დატოვა დაკავებული თანამდებობა და ამასთან კითხვაზე, თუ რომელი წლიდან მუშაობდა ის თბილისის მერიაში, ის აღნიშნავს, რომ 2013 წლიდან არის სწორედ დასაქმებული ამ სტრუქტურაში. შემდეგ ის გაათავისუფლეს, როგორც ის აღნიშნავს, სასამართლო დავის მოგების შემდეგ კი მას მერიის თანამშრომლის სტატუსი კვლავ აღუდგა. კაცარავასგან განსხვავებით, თავად თბილისის მერიის დღეს მოქმედი თანამშრომლები და პასუხისმგებელი პირები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდნენ. და რამდენიმე წუთის წინ, როდესაც უკვე ცნობილი გახდა აუქციონის შედეგები, თბილისის მერიასთან მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. პოლიცია თვალყურს ადევნებდა საპროტესტო აქციას, რომელიც ერთიანი ნაციონალური
ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შეჩერდა შინდისი კრძანისის დამაკავშირებელი გზის გასხვისება და გაუქმებულიყო აუქციონი. პოლიცია მობილიზებული იყო ასევე თბილისის მერიის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის იპოლიტე ხვიჩას ქუჩაზე. თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას კი ახალგაზრდული ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრებით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მერიასთან მიიტანეს ბანერი, წარწერით მოისროლები იძინა, ასევე ორგანიზაციის წევრები სკანდირებდნენ წადი. თავისუფალი ზონის წევრები საავტომობილო გზის დაკავებასაც ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ გზის გათავისუფლება მოსთხოვეს. აქცია დაიწყო ჯერ კიდევ აუქციონის დასრულებამდე, რამდენიმე წუთით ადრე მონიტორზე აკვირდებოდნენ თბილისის მერიასთან შეკრებილები აუქციონის დასრულების პროცესს. მოგვიანებით მათ უკვე შეუერთდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე აქ იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. რაც შეეხება თავად კრძანისის შინდისის მშენებარე გზის მიმდებარე 29 ჰექტარ მიწას, რომელიც 6,364,495 ლარად გაიყიდა და მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. როგორც უკვე მოგახსენეთ, კონკრეტული პირობებით არის გადაცემული ეს სუბიექტისათვის და ამასთან დაკავშირებით ანონსდებოდა აქციები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდანაც. საზოგადოებრივი მოძრაობა საპროტესტო აქციების ტალღას აანონსებდა. ეს იყო 25 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი დაჯგუფება, რომლებიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებისა და აუქციონზე გატანილი 39 ჰექტარის გაპროტესტებას უკვე გეგმავენ შაბათს 7 მაისს მასშტაბური აქციით. არასამთავრობოებს პარალელურად შეაქვთ განცხადებები თბილისის საკრებულოში და პარლამენტში და ისინი მოითხოვენ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას. განცხადებები აღნიშნულ თემაზე დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისის ამქარის წევრმა ცირა ელისაშვილმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთეს განცხადებები, რომლებიც მოითხოვენ, რომ მერიამ გასცეს ოფიციალური პასუხი თბილისის მოსახლეობას და მხოლოდ პრესამსახურის განცხადებებით არ შემოიფარგლოს ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე თბილისის მერია. თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალების გაერთიანება შესაძლებელი არის. ისინი მართალია კვირის ბოლოსთვის გეგმავენ აქციებს, მაგრამ მათი გზავნილები ემთხვევა პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნიკა მელიამ არამხოლოდ დღეს გამართა ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით, ის ბოლო ერთი კვირა განსაკუთრებით აქტიურობს ამ საკითხზე. მას შემდეგ, რაც 4 ჰექტარი მიწა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას გადაეცა გარკვეული ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელიც შეუერთდა ბოტანიკურ ბაღს, კონკრეტულად ეს 4 ჰექტარი კი თავად ბოტანიკური ბაღის საკუთრება იყო. ამ გადაცემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. რამდენად იყო კანონის შესაბამისად ეს ყველაფერი განხორციელებული, ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ ამ თემაზე და მივიღეთ პასუხები ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ უკეთესი ტერიტორია შეიერთა ბოტანიკურმა ბაღმა და გაფუჭებული, ანუ არც ისე სახარბიელო ადგილი გადაეცა კერძო საკუთრებაში. მათთვის პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს კერძო მესაკუთრე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია. ამავე დროს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ის ტერიტორია, რომელზეც ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლობა ამბობს, რომ უარესია, ვიდრე მიღებული და მიღებული ბევრად უკეთესია, რამდენიმე თვის წინ გაიჩეხა ამ ტერიტორიაზე ხეები და ამის საფუძვლად დასახელდა მაშინ სწორედ გასაყვანი გზა, რომელიც თავის მხრივ პანორამა თბილისისათვის გარკვეულ საჭიროებას წარმოადგენდა იმისათვის, რომ მოსახლეობას უფრო მარტივად შეძლებოდათ გადაადგილებოდა და შესაბამისად ამ პროექტს ხელი არ შეშლოდა და ისიც დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილს. მოკლედ არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკმაოდ გრძელ ჯაჭვს ქმნიან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ცალ-ცალკე განვითარებული მოვლენები უკავშირდება ერთ საქმეს, ერთ კონკრეტულ პროექტს და შესაბამისად ერთი ადამიანის ინტერესს. ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ მიმართულებით აკეთებს აქცენტს და ისინი მიმართავენ ყველას, ვინც ჩართული არის ამ პროცესში, რომ არ დაუშვან ამ ტერიტორიის გასხვისება და გადაცემა. მოითხოვენ ასევე საკრებულოში უმცირესობის წარმომადგენლები, რომ შეიკრიბოს საკრებულოს საგანგებო სხდომა, იყო მიმართვა თბილისის მერის მიმართაც, რომ ისიც დაესწროს ამ სხდომას და გარკვეული განმარტებები გაკეთდეს. საკრებულოს სხდომა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ნაციონალური მოძრაობის წევრები აქტიურად აპირებენ, რომ ამ საკითხზე გააგრძელონ მუშაობა, თუმცა ეს არამხოლოდ საკრებულოს დონეზე მოხდა განხილვა, იყო საუბარი მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდანაც, ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები საუბრობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა სანამ ეროვნულ ფორუმზე გადავიდოდე, მანამდე ვიტყვი, რომ ქართულ ოცნებაში
მაშინაციც გაკეთდა განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს და გარდა ამისა, ლევან ბერძენიშვილმაც გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მაშინ მოვლენები სხვანაირად განვითარდებოდა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ. Ფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ არის შესაძლებელი ამ აუქციონის შეჩერება, ვიდრე საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ თუ კანონი დაირღვა, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ასე გამოეხმაურა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე კრწანისის შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარ მიწის აუქციონზე გაატანას და ბოტანიკური ბაღის მიერ 4 ჰექტარი მიწის სხვა კომპანიისთვის გადაცემას. ანი მიროტაძემ აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია თბილისის მერია მოწინააღმდეგე მხარემ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა მოახდინოს და ეს გახდა მისთვის მთავარი ხელჯარსაჭირი, რომელიც ამ სიტუაციაში მან პრობლემატურად დაინახა, იმის რომ საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირება მომხდარიყო, თუმცა თქვათ მისგან განსხვავებული და რადიკალურად განსხვავებული არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათ შორის არასამთავრობო სექტორიც. ქართული ოცნება ახსენეთ ამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის კოალიციის და კოალიციიდან გამოსული წევრების განცხადებებით ერთად აქცენტი კეთდება ბიძინა ივანიშვილის უკვე გაკეთებულ საქმეებზე და ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაგალითად არ არის კონკრეტული ფაქტები წარმოდგენილი თუ რამდენად იყო გამართული კანონით ის გადაცემა და ის თქვათ პრივატიზება კონკრეტული მიწის ნაკვეთის რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას გადაეცა. ეკა ბესელი ამ ხაზი გაუსვა ასევე ბიძინა ივანიშვილის სიყვარულს ბუნებისადმი. და მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილს ბუნებისადმი და მისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავდა. და გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ სწორედ ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე რამდენიმე წუთში ჩვენ შემოგვიერთდება თავისუფალი დემოკრატების წევრი ხელოვნებათმცოდნე თამარა მაშუკელი, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ საკითხზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს ასევე აქტუალური იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, არასაჯაროებს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. რაც შეეხება თავად იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობს, ეს არის ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც როგორც ის ამბობს, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც გულისხმობს შემდეგ გადანაწილებას უფლებამოსილების და უფლებამოვალებების. მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს 15 დღის ვადაში, სანამ მაცნეში არ გამოქვეყნდება ეს გადაწყვეტილება, მანამდე ის ძალაში ვერშევა, რაც როგორც კანონმდებელთა ნაწილი ამბობს, არის დაკნინება საკონსტიტუციო სასამართლოსი და დღეს არსებული ნორმებით არანაირი საჭიროება იმის, რომ მაცნეში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც საკანონმდებლო რეგულირების სტანდარტს აწესებს და შესაბამისად მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადდება, გამოცხადებისთანავე ან საკონსტიტუციო თუ განსაზღვრავს გარკვეულ თარიღს, სწორედ იმ კონკრეტული ვადიდან ამოქმედება და შედის ძალაში, ან არალეგიტიმურად იცნობა კონკრეტული კანონის თქვათ მოქმედების ფორმა ან სხვა ფორმები. ეს გარკვეულწილად დაუკავშირდა პოლიტიკურ ინტერესებს და გაიხსენეს პოლიტიკოსებმა მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ თქვათ ეშენგეხება კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირების თქვათ საგანი იყო, რომ მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა აღმოფხვრილიყო და მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციაში ჩამჯდარიყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ის კანონი, რომელიც უმრავლესობის თქვათ ინიციატივით არის მიღებული, არ აკმაყოფილებს რეალურად სტანდარტს და არ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე იყო რუსთავიორთან დაკავშირებული საქმეც, ამასვე ეხებოდა აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოკლედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები თუ ბოლო თქვათ წელიწადნახევრის ტენდენციას გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებთან თანხმდროში ვერ მოვიდა და სწორედ ამას დაუკავშირეს ეს ინიციატივა მართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა. და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენის დროსაც იყო ისეთი ფაქტები, რაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან უარყოფითად შეფასდა, თუმცა ბოლო ვერსია, რომლის მოსმენაც შედგა, უცნობია ყველასთვის და არ არსებობს წერილობითი ვერსია, რომელზეც უკვე შეიძლება დამატებითი კომენტარების გაკეთება იგივე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
და ჩვენ ამ თემასთან არ უბრალოდ ბოტანიკური ბაღის თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ საუბარს, როდესაც ჩვენი სტუმარი შემოგვიერთდება. ჩვენი სტუმარი და ვისაუბრებთ იმ თქვათ საკანონმდებლო რეგულაციაზე, რამდენად შესრულებული იყო, რამდენად იყო ეს მორალის საკითხი და რამდენად არის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაკარნახევი გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, თუ თქვათ შესაძლებელი იყო რეალურად ბოტანიკურ ბაღს მიეღოს სარგებელი, რომლითაც იხეირებდა თქვათ ბოტანიკური ბაღიც და თავის მხრივ ინვესტორი, რომელიც ააშენებდა ახალ სასტუმროს და იქნება ეს სასტუმრო ეკონომიკურად მომგებიანი. ორი ნაწილი აქვს ნამდვილად ამ საკითხს, იმიტომ რომ თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ხელისუფლების მხრიდან და მუდმივად საყვედურობენ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას იმისათვის, რომ არ ხდება ინფრასტრუქტურის განვითარება, არ ხდება ტურისტული ზონების მოწყობა, ან არ ხდება თქვათ სასტუმროების კეთილმოწყობა იმისათვის, რომ მოხდეს პროცესების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და ეკონომიკური წინსვლა, ამ მიმართულებით მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად იყო თქვათ დაცული ამ მხრივ სწორედ ეს ნაწილი. თუმცა აქ საკითხი მდგომარეობს შემდეგში, იყო თუ არა კანონი დაცული, თუ ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდა. და სწორედ ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებითაც განსხვავებული იყო დამოკიდებულება, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ ის ტერიტორია, რომელიც გაიცვალა და რასთან დაკავშირებითაც მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, როდესაც ამბობენ, რომ ეს იყო კლდე, რომელიც შეუძლებელი იყო გამოყენებულიყო და გამოსდგომოდა ბოტანიკურ ბაღს, თუმცა ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩვენს ეთერში სწორედ რადიოაქტიური ზონის სტუმარი იყო და ის აცხადებდა, რომ რეალურად ეს იყო კლდე, კლდის ნაწილი და ის ტერიტორია, რომელიც გადაეცა ბოტანიკურ ბაღს ამჯერად ბიძინა ივანიშვილისგან, ის უფრო სჭირდება რეალურად ბაღს და ის უფრო მეტად გამოადგება სწორედ იმ საქმიანობისთვის, რომლის გაგრძელებასაც აპირებს და მეტად პერსპექტიულს გახდის ბოტანიკურ ბაღს, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც საინტერესოა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომლებიც დღეს საუბრობდნენ იმაზე, რომ რეალურად ეს მართლაც იყო კლდოვანი ნაწილი, რომლის გაჭრაც უკვე დაწყებულია, ბულდოზერები უკვე მუშაობენ, სწორედ ამასთან დაკავშირებით ისინი აცხადებდნენ, რომ მოქმედებას და საპროტესტო აქციებს იწყებენ უკვე ამ წუთიდან, 7 მაისიდან, იმის გამო, რომ პროცესები არ შევიდეს ჩიხში და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უკვე თბილისმა არ მიიღოს შეცვლილი გარემო. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ დავკავშირდეთ სტუმარს, თამარა ამაშუკელი უნდა იყოს ჩვენი სტუმარი ამ საკითხზე სასაუბროთ. როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რომ მას გავესაუბროთ, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. თუმცა იქამდე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკურად აქტიური არის, ეს უკავშირდება არჩევნებს. არჩევნების თარიღი ვიცით, რომ იქნება 8 ოქტომბერი, მაგრამ როდიდან დაიწყება წინასაარჩევნო პერიოდის ასვლა, ეს ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუგზავნია პრემიერისთვის განკარგულება, რომელიც განსაზღვრავდა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას. ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ელოდება როგორც პრემიერის ადმინისტრაცია, ასევე არასამთავრობო სექტორის საზოგადოება და მედიაც, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიმართეს კიდეც პრეზიდენტს, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მან გამართოს კონსულტაციები და ეს არის იმის გამო, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 5 თვით ადრე დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიის თქვათ გამოცხადებას და ის თვლის, რომ ეს კარგი იქნება საარჩევნო სუბიექტებისათვის და მეორეს მხრივ თავად მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 3 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადება იქნება უფრო მეტად უკეთესი. ამაზე აზრთა სხვადასხვაობა. კი, არასამთავრობო სექტორმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნეს, რომ იმისთვის არის კონკრეტულად საჭირო და აუცილებელი, რომ პრეზიდენტმა გამართოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუკეთებია საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ან არის თუ არა მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანიის ასე ადრე დაწყება, სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიჩნევენ ისინი, რომ რეალურად 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება არც ერთ პარტიას ამის სურვილი არ გამოუთქვამს რეალურად. მეორე ნაწილი არჩევნებს რაც უკავშირდება, ეს შეეხება საარჩევნო სისტემას. ჯერჯერობით პარლამენტს კენჭი არ უყრია იმ საკონსტიტუციო ცვლილებისათვის და მათ ორი საკონსტიტუციო ცვლილება აქვთ განსახილველი, ერთი ოპოზიციის და მეორე მმართველი გუნდის, რომელიც სხვადასხვა დროს ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ოპოზიციის მიერ ინიცირებული, უпростоრად ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა პარლამენტში და რომელსაც ოპოზიცია უჭერს მხარს, შეეხება კონკრეტულად 2016 წლიდან ცვლილებებს, ხოლო
მართველი გუნდი აცხადებს, რომ 2020 წლიდან უნდა შევიდეს ეს ცვლილებები ძალაში. დღეს ბიუროს ხდომაზე კიდევ ერთხელ დარეგისტრირდა ეს საკითხი და მომდევნო სესიაზე სავარაუდოდ მოხდება ამ ორივე პროექტის კენჭისყრა. რამდენად იქნება რომელიმე თქვათ პროექტი მხარდაჭერილი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ რომ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება ამ პროექტს და ჯერჯერობით კონსენსუსი თუ რომელი გავა და რომელი შევა ძალაში არ არსებობს და მით უმეტეს რომ საკონსტიტუციო ცვლილებისათვის აუცილებელია რომ საშემოდგომო სესიაზე კიდევ ერთხელ იყოს ეს საკითხი კენჭისყრაზე გასული. და საარჩევნო სიები, რომელიც კიდევ ერთი პრობლემური საკითხი არის, რომელთან დაკავშირებითაც ყოველთვის არსებობდა კითხვის ნიშანი და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათ დაპირება შეასრულეს და სიების გაუმჯობესება მოხდა, მაინც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები. ამ მრჩეველთა სიების გადამოწმება ცესკომ უკვე დაიწყო, როგორც ცნობილია, პროცესი დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ცესკოში განმარტავენ, რომ აუცილებელია ჯერ ამ სიის კომპიუტერულად დამუშავება მოხდეს, რის შემდეგაც სია გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ საუბნო კომისიებს, ამის შემდეგ უკვე მოხდება სიის სრულყოფილად ფორმირება. საარჩევნო განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა დღეს. საარჩევნო სია საარჩევნო კომისიას გადასცა სერვისების განვითარების სააგენტომ და როგორც ცნობილია, ამ სიის მიხედვით ამორჩეველი განისაზღვრა 3.500.000-ზე მეტით, რაც განსხვავდება საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სადაც ამორჩეველი რეგისტრირებულია სულ 3.700.000-ით. როგორც უწყებები განმარტავენ, ცდომილება იმის გამოა, რომ განსხვავებულია დათვლის მეთოდი. განმარტებები სერვისების განვითარების სააგენტოში გაკეთდა, მამუკა სამხარაძემ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ მრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა, ოპოზიცია კი ამ სიით უკმაყოფილოა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არანაირი ხარვეზი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არ იქნება და ისინი პრობლემებს ვერ ხედავენ იმ სიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ცესკოს გადაუგზავნა. აღნიშნულ საკითხზე დღეს ისაუბრეს გია ჟორჟოლიანმა და გუგული მაღრაძემ. ამორჩეველთა სიებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზერდას და არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს. მან მთავრობას ამორჩეველთა სიის რეფორმირების შესახებ რამდენიმე წლის წინ დადებული პირობა შეახსენა. მე გეტყვით, რომ ქართულ ოცნებას ასევე ჰქონდა პირობა, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებოდა უკვე ბიომეტრიული სიები, თუმცა როგორც თეატრულკიანმა განაცხადა, გუშინ მხოლოდ ფოტოსურათიანი სიები იქნება წარდგენილი, რაც გარკვეულწილად არის გადაზღვევა იმისათვის, რომ საარჩევნო სიები თქვათ იყოს უფრო მეტად გაუმჯობესებული, თუმცა პირობა მაინც ბოლომდე შეუსრულებელი რჩება. გაიმართება თუ არა არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების საკითხზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დამატებითი კონსულტაციები ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე უცნობია პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მთავრობის ადმინისტრაციის პასუხიც. აქ მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ჯერ საუბარი არ შემდგარა, როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევენ. შეგახსენთ იმასაც, რომ პრეზიდენტს არჩევნების შესახებ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა მაისის დასაწყისში აქვს დაანონსებული, მაშინ როცა პრემიერმა მას თხოვნით მიმართა ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მაისში გამოცემის შემთხვევაში ქვეყანას საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 5 თვით ადრე სწორედ მაისიდან გადავა, თუმცა როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს რამდენიმე მილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ბიუჯეტს არ აქვს. თუ მოსახლეობის დინამიკა ამ ტემპით გაგრძელდება 2050 წლისათვის ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ეს განცხადება გახდა შედეგი იმ მონაცემების, რომელიც ჯერ სტატისტიკის სამსახურმა გასულ კვირებში გამოაქვეყნა აღწერის მიმართულებით და მოგვიანებით უკვე სწორედ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დადგინდა რიცხვები. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ ისაუბრა ამ პრობლემატურ საკითხზე, რომელთაც ის გამოეხმაურა საყოველთაო აღწერის შედეგებს და ის ამბობს, რომ გარეს მოსახლეობის ფონდმა 2010 წლის მოსახლეობის კვლევა საქართველოში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც ივარაუდა, რომ თუ ასეთი ტემპით იქნება დინამიკა გაგრძელებული, მაშინ 28%-ით შემცირდება 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე დღეს ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა, დეპუტატი გოგლა ჟვანია ჟურნალისტებს ურჩევს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით კითხვებით პროკურატურას მიმართონ, როგორც ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმეში უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები უკვე დევს და ამიტომ პროკურატურისთვის მიმართვას ჯობს. მან აღნიშნა, რომ ის უკვე დიდი ხანია ერთი და იგივეს იმეორებს ჟურნალისტებთან და ახალს ვერაფერს დაამატებს, თუმცა აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული შედეგები, მიუხედავად ხანგრძლივი პროცესისა, რომელსაც
პროკურატურა აწარმოებს და სწორედ ამასთან დაკავშირებით მათ აქვთ შესაძლებლობა რომ მიმართონ პროკურატურის წარმომადგენლებს. და კიდევ ერთი თემა, რომელიც საგამოძიებო უწყებას უკავშირდება, ეს ეხება შალვა რამიშვილის განცხადებებს და მასთან დაკავშირებულ სკანდალს. მისი ადვოკატი იმყოფებოდა დღეს პროკურატურაში. გაგი მოსიაშვილი დაინტერესდა თუ რა რეაგირება მოყვა განცხადებას, რომელიც წინა კვირას მან მთავარ პროკურატურაში შეიტანა. რამიშვილის ადვოკატის თქმით, შესაძლოა ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდეს, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი შესაძლოა გახდეს პოლიტიკური თოქ-შოუს დაგეგმვაში უშუალოდ ჩართულობის გამო დისციპლინური დევნის ობიექტი. საია მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხდომაზე დააყენონ ეს საკითხი და იმ შემთხვევაში თუ ხდომა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება, ამ საკითხის განხილვა მოხდება. პარალელურად დღესვე უნდა გაირკვეს განიხილავს თუ არა საბოლოოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კვირის ბოლოს დაგეგმილ ხდომაზე რამიშვილის განცხადებას იმედის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა გაგი მოსიაშვილმა და როგორც მან აღნიშნა, ისინი დაინტერესებულები არიან რომ ყველა საკითხი იყოს საჯაროდ გამოტანილი. თავის მხრივ ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ ეს თემა ნამდვილად მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის მხრივ, არამედ იკვეთება თუ არა კანონდარღვევა თავად მოსამართლის მხრიდან და შესაძლოა რეალურად გახდეს ეს დისციპლინური დევნის საკითხი. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავუკავშირდით ჩვენ სტუმარს, რომ და გვესაუბრა თამარ ამაშუკელთან ბოტანიკურ ბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მისი ტერიტორიის მიმდებარედ გასხვასებულ კონკრეტულ ფართებთან დაკავშირებით. რამდენად ღია არის სამთავრობო უწყებები ინფორმაციის გაცემის მიმართულებით და რამდენად ღია იყო 2014-2015 წლებში დათო მაისურაძე იქნება ჩვენი სტუმარი, რომელმაც მოამზადა ეს ანგარიში და უფრო დეტალურად გვეტყვის დარღვევების და რეკომენდაციების შესახებ. და სანამ გადავიდოდეთ გადაცემის მეორე ნაწილის თემაზე, მანამდე გავაგრძელებთ მოკლედ საუბარს იმ თემაზე, რომელიც აქტუალურია უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს არის ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებული მოვლენები. კრწანისი შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდო თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა, ასეთ ვარაუდს გამოთქვამდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დღეს 19 საათზე სასტუმრო რედისონში პრესკონფერენციას გამართა. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო წუთებში გავრცელებულ მონაცემებს და ინფორმაციებს გაგაცნობთ. კრწანისი შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6.385.495 ლარად გაიყიდა. შეგახსენებთ, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6.233.000 ლარს შეადგენდა. შეიძინა თუ არა თანაინვესტირების ფონდმა აღნიშნული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჯერჯერობით ვერ გეტყვით, შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე შეძენის საკითხთან დაკავშირებით დღეს 19 საათზე სასტუმრო რედისონში ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე პრესკონფერენციას გამართავს. განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში კრწანისი შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა. შეგახსენებთ, რომ 6.329.495 ლარად გაიყიდა და აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. თბილისის მერიასთან კი პარალელურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეები კრწანისი შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის აუქციონის წესით გაყიდვის შეჩერებას ითხოვდნენ, თუმცა ეს ნაკვეთი მაინც გაიყიდა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ, რადგან ეს აუქციონი მხოლოდ ერთი პირის საჭიროებებს არის მორგებული. მათივე ინფორმაციით, აქციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ გაიმართება და თარიღი ამ ეტაპზე უცნობი არის. მოკლედ გავიგებთ ზუსტად ვინ გახდა მიწის ნაკვეთის მფლობელი, რაც შეეხება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს. მერიაში აცხადებდა, რომ 15 დღიანი ვადა არის საჭირო იმისათვის, რომ მათი მხრიდან მოხდეს გასაჯაროება მიწის მესაკუთრის და ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება თანხის ჩარიცხვა, გადაფორმება და მოკლედ შეძენის ყველა ფორმა გაფორმებული. დღეს ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა, რომელმაც თქვა, რომ კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია. მან აღნიშნა, რომ ის იცნობს დეტალებს და კანონმდებლობით ყველაფერი გათვალისწინებულია და მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი მხოლოდ გამოადგება ქალაქს და მის თანამოქალაქეებს ყველა პროცედურების დაცვით და სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიმდინარეობს პროცედურები, აცხადებდა დავით ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში. ბიძინა ივანიშვილმა კი დღეს ბოტანიკური ბაღის თემაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ჩვენ ამ თემას რა თქმა უნდა დაუბრუნდებით ჩვენს გამოშვებებში და სტუმრებთან ერთადაც განვიხილავთ მომდევნო რადიოაქტიური ზონის ეთერებში, თუმცა დღეს კიდევ ერთი თემა არის აქტუალური და საინტერესო, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა, ეს ეხება ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან 20 შესრულების საკითხს. IDF-ი გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც 9 პუნქტი შესრულებული არ არის. მათი ინფორმაციით ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი 16 სახელმწიფო უწყება იყო. კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა, რა რეკომენდაციები გასცა ასევე ამ ორგანიზაციამ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი და პროექტების კოორდინატორი დავით მაისურაძე არის ჩვენი სტუმარი და სწორედ მასთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა იმისთვის რომ პასუხობთ შეკითხვებს. ბატონ დავით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა დავიწყოთ თავად ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით, რომელი სახელმწიფო უწყებები გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, დარღვევით და რომლებმა ვერ შეასრულეს ის ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა და რომელი უწყებების მხრიდან იყო მაქსიმალურად ზედმიწევრით შესრულებული და აკისრებული ვალდებულება. როგორც ვთქვით, ეს თქვათ კომპილაციური სხვადასხვა პროსისტემურად უნდა შევხარდოთ ყველაფერს, ერთად გასულიყო. სამოქმედო გეგმის გათვალისწინებული იყო 29 ვალდებულება და მთლიანად ფორუმი, ასე ვთქვათ, მისი თითოეული წევრი, თუმცა ეს ვალდებულებები ინდივიდუალური წევრებზე ნაწილდება, არიან პასუხისმგებელი მთლიანად ამ 29 ვალდებულების შესრულებაზე. სამოქმედო გეგმის, ასე ვთქვათ, დამთავრების შემდეგ არის ეგრეთოდებული შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც აფასებს სამოქმედო გეგმა რამდენად შესრულდა და არ შესრულდა. ის საუბრობს ადგილობრივ შესრულებულ ვალდებულებებზე, რომელიც შესრულება არის პრინციპში დაწყებული და ბოლომდე მიყვანილი და ამავდროულად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, რომელიც ჩვენ ვართ ფორუმის წევრი და ამავდროულად ფორუმის თანათავმჯდომარე ორგანიზაცია, გადავწყვიტეთ დაგვიდო ეგრეთ წოდებული, თუმცა ეს მთლიანად არ არის ალტერნატიული შეფასება, მაგრამ ეს არის უფრო პრობლემების ძიება. ერთად რომელი ვალდებულება არ იქნა ბოლომდე შესრულებული. შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად რამდენიმე ვალდებულება ჩამოთვლი, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ არ არის შესრულებული, მიუხედავად იმისა, ამ ვალდებულებების ნაწილი შეიძლება არის შესრულებული, მაგალითად ეს არის ინტერაქტიული სტატისტიკა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკა, რომელზეც უშუალო პასუხისმგებელი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. არის საჯარო მოხელეთქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რომელზედაც პასუხისმგებელი იყო საჯარო სამსახურის ბიურო. მოქალაქის პორტალის განვითარება, იუსტიციის სახლი იყო პასუხისმგებელი და ასე შემდეგ. ეს არის ასე ვთქვათ 9 ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ არ შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს პასუხისმგებელი უწყებები შეიძლება თვლიდნენ, რომ ნაწილობრივი სამუშაოები ამ ვალდებულებების შესრულების კუთხით არის განხორციელებული. ჩვენს ასე ვთქვათ შეფასების მექანიზმს საფუძვლად დავუდეთ არსებული შედეგის შედარება განსახორციელებელი ვალდებულების ინდიკატორთან. თუ ინდიკატორი არის შესრულებული, ჩვენ ვთვლით, რომ ვალდებულება არის შესრულებული, თუ ინდიკატორი შესრულებული არ არის, ვთვლით, რომ ასე ვთქვათ ვალდებულება შესრულებული არ არის. რაც შეეხება თქვათ ვალდებულებებს, რომელიც შესრულებული, ასეთი არის 20, ასე ვთქვათ, ჯამური რაოდენობა აღემატება შესრულებულ ვალდებულებას, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ დანარჩენი 9 შესრულებული იყო, მაგალითად შესრულებულია ციფრული ხელმოწერა და ონლაინ აუთენტიფიკაცია არის სახელმწიფო სერვისების განვითარების და აგენტო პასუხისმგებელი შესრულება, მაგალითად ამოქმედა იუსტიციის სახმა Just Drive-ის სერვისი, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება, როგორც ვთქვათ, განვითარების მხრივ სახელმწიფო სერვისების განვითარების და აგენტომ შეასრულა ვალდებულებები, მომხმარებლის ხმა ამოქმედა იგივე იუსტიციის სახმა, ღია მონაცემების პორტალი შექმნა მონაცემთა გაცვლის აგენტომ, ასევე შემიძლია ვთქვა იგივე საჯარო სამსახურის ბიუროზე საჯარო სამსახურის ბიუროზე ვიტყვი უბრალოდ, რომ ზემოთ ვახსენე ერთი ვალდებულება არ შეასრულა, ეს არის საჯარო სამსახურში ადამიანის რესურსების ელექტრონული სისტემის განვითარება, ამ მხრივ შეასრულა საჯარო სამსახურის ბიურომ თავისუფლად დაწესებული. რაც შეეხება ჩვენი აზრით, ასე ვთქვათ, ძირითადი გამოიწვია ვალდებულებები. პირველ რიგში ჩემის აზრით ეს არის არასაკმარისი რესურსები. პასუხისმგებელმა უწყებებმა, ანუ ეს ვალდებულებები, ეს არის ნებაყოფლობითი ვალდებულებები. ეს არ არის იმის მიერ თავს მოხმოვლია მიგულებითი ვალდებულება. ფორუმის წევრი, ამ სამთავრობო უწყებების წევრები,
ვთქვათ, ინდივიდუალურად ნებაყოფლობითობის საფუძველზე იღებენ ამ ვალდებულებას. როდესაც გადაწყვეტენ ამ ვალდებულების აღებას, ხარჯისებად უფრო უკეთ შეძლებენ საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების საკანონმდებლო შეფასებას. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ვალდებულებები არის ძალიან ამბიციური, რომელიც არ შეესაბამება მათ რეალურ შესაძლებლობებს. ეს არის ჩვენი აზრით ერთ-ერთი მიზეზი. ასევე შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ტექნიკური მიზეზით შეიძლება იყოს, ანუ როგორც ვთქვათ, საკანონმდებლო ბაზა განვითარდეს, მაგრამ ამ საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე უკვე ვეღარ მოხერხდეს ელექტრონული მოდულების ვთქვათ დანერგვა და განვითარება. ასევე ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული მოდულის ბაზისამდე მისვლა ასე ვთქვათ გართულდა არასაკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გამო და ასე შემდეგ. ანუ პრობლემური საკითხი არის ეს ვთქვათ მზაობა უბრალოდ იმის რომ ეს საკითხები გაიცეს, უფრო მეტად ტექნიკური საკითხების მოუგვარებლობაა თუ საკანონმდებლო ბაზა არის მოსაწესრიგებელი იმისათვის რომ ეს დარეგულირდეს. აი როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ყველა ეს საკითხი. და ერთმანეთზე არის გადაჯეჭვული. ანუ ეხლა შედარებით თვალსაზრისით რო ვთქვათ, სულ იყო 29 ვალდებულება, 20 ვალდებულება ჩვენ ვთვლით, რომ შეასრულა ფორუმმა, მაგრამ 9 ვალდებულება დარჩა შეუსრულებელი და ვთვლით, რომ ნაწილობრივ ეს არის სამართლებრივი საფუძვლის გამო, ნაწილობრივ ეს არის ტექნიკური მხარე. ეს არის ასევე საკუთარი შესაძლებლობების არასწორად ასე ვთქვათ უფრო ამბიციური გეგმის დასახვა, ვიდრე ამის რეალური განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა ასევე ამ პრობლემებზე საუბართან ერთად ჩვენ ასევე წარმოადგენთ რამდენიმე რეკომენდაცია, რაც თქვენი მსმენელისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს და რაც ფორუმის წევრებსაც, ფორუმის წევრების იმედოვნებ რომ გაიზიარებენ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა როგორც ასე ვთქვათ, გამჭვირვალობის და ზოგადად კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი მექანიზმი უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს და ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ, უკაფიო პოლიტიკური ნება. ასევე ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აღვნიშნე, რადგან მიზეზი და პრობლემა არის, რომ უფრო ამბიციური ვალდებულების დასახვა, ვიდრე ამის განხორციელების რეალური შესაძლებლობაა, აუცილებელია, რომ ვალდებულება იყოს მაქსიმალურად რეალისტური. მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულებები პირდაპირ უკავშირდებოდეს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებს, ანუ იყოს ასე ვთქვათ, ძირეული ცვლილების მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და არ იყოს რაღაც უფრო ზედაპირული და რაღაც როგორც ვალდებულება და არ დარჩეს და შემდეგ ამის გამო არ განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულებები უკავშირდებოდეს გამჭვირვალობის საკითხებს, უკავშირდებოდეს კორუფციის პრევენციას, უკავშირდებოდეს დაკავშირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა ამ ტიპის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ და კვლევის სახით დავდეთ ჩვენს ვებგვერდზე და დაინტერესებულები შეუძლოთ გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროექტების კოორდინატორი დავით მაისურაძე. და მე შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთში უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია, რომელსაც გამართავს თანაინვესტირების ფონდი და შესაბამისად გახდება ცნობილი, თუ ვინ შეიძინა კრწანისის შინდისის გზის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და რა დანიშნულებით იქნება გამოყენებული. ეს მიწის ნაკვეთი არის მშენებლობის უფლებით გასხვისებული და რამდენადაც ცნობილი არის, სავარაუდოდ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პროექტს პანორამა თბილის, ანუ ერთ კომპლექსში მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება. არასამთავრობო სექტორის შესაბამისად აანონსებს აქციების გამართვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ჩართული არის საპროტესტო ტალღის განვითარების მიმართულებით. მოკლედ მოვისმენთ რამდენიმე წუთში განცხადებას და გავიგებთ ვინ შეიძინა და არის თუ არა ეს თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც დღევანდელ აუქციონზე შესყიდვა მოახდინა. ასეთ იყო დღევანდელი რადიოაქტიური ზონა. ჩვენ დაგებრუნდებით ზუსტად 18 საათზე. ეთერში იყო გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან და ანა ლაპიაშვილთან ერთად.